ნათელია ჩვენი სიმღერები ვის არის მორჩილებს ყველგან ხალისი და ყველგან მაისი არაშა ორერარერობდა მრავალჯამი ეტელობდა ისმის საქართველოდა დილამშვიდობის კალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები განათლების მინისტრს, კულტურის მინისტრს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, კულტურის სფეროს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენს ახალგაზრდებს. ყველას მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ეროვნული სასახლის გუნდს. ძალიან საამაყოა დღევანდელი დღე, ძალიან მიხარია. ვიდრე გადავალთ და მოვყვებით პროექტთან დაკავშირებით თუ რა გავაკეთეთ და რა სამუშაოები ჩატარდა, მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით, ბატონებო და ბატონებო, მივესალმები დედაქალაქის მერს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, მივესალმები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, მივესალმები ახალგაზრდებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ძალიან დიდი სიხარულია, რომ მაქვს შეასრულება, მონაწილეობა მივიღო ამ ღონისძიებაში, დღევანდელი თბილისობის ერთგვარი სიმბოლური კულმინაცია დღეს მოსავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნა და ეს ფაქტი, რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ სასახლეს უბრუნებთ განახლებული სახით, ახალი ბრწყინვალებით ჩვენს ახალგაზრდებს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ეს არის სასახლე, რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. და ამ სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, როგორც შემოქმედები, ასევე მეცნიერების წარმომადგენლები, სპორტის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო განსაკუთრებული ზრუნვა გამოგვეჩინა ამ სასახლის მიმართ. ასევე მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას ინახავს ეს სასახლე, სწორედ ამ სასახლეში დაიდობინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, სწორედ და გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარის. ესეც არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება ჩვენ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ. ეს არის განსაკუთრებული ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა და ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ინვესტიცია, რომელიც იდება ჩვენი მომავალი თაობის ახალგაზრდების სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ
არაერთი თაობა, მრავალი თაობა აღზარდა ამ სასახლემ ჩვენს ქვეყანას. ძალიან ემოციური იყო გოგონათა მიერ შესრულებული სიმღერა დღევანდელ დღეს და ესეც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ის საქმე, რომელიც კეთდება ამ ეროვნულ სასახლეში. ზოგადად თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და რა თქმა უნდა, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასახლე, ეროვნული სასახლე, კიდევ მრავალ თაობას აღვსდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა გაეუფლება აქ ხელოვნების საფუძვლებს, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ადამიანი, ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის სფეროს, მეცნიერების სფეროს, სპორტის სფეროს, სწორედ ამ ეროვნული სასახლის დამსახურებით. და მე მინდა ბოლოს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ძვირფასი პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში მადლობა დედაქალაქის მერიას, პირადად დედაქალაქის მერს, ბატონ კახაგალაძეს, მისი ხელმძღვანელობით ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებული გემოვნებით და გამორჩეული ხარისხით კეთდება ხოლმე ყველა ასეთი პროექტი აქედან გამომდინარე. მას პირადად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის თითოეულ არქიტექტორს, რესტავრატორს, მშენებელს, ვინც უდიდესი პროფესიონალიზმით გააკეთა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. კიდევ ერთხელ მინდა მოგულოცოთ დღევანდელი დღე და მინდა ეროვნულ სასახლეს უსურვო წარმატებები, დიდი წარმატებები მომავალში. მესმე მადლობა. მადლობა ბატონო პრემიერო. როგორც იცით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. ამ ულამაზეს შენობას, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნიდან იწყება. ცხადია, ბევრი რამ ახსოვს. იგივე ჩვენი ისტორიის არაერთი საინტერესო ფურცელი უნახავს. სასახლის არქიტექტურა ბევრჯერ შეიცვალა. ცნობილი ქართველი მებაღის მიხეილ მამულაშვილის მიერ გაშენებულმა სასახლის ბაღმაც სახე იცვალა. შეცვლილი დედაქალაქით სასახლის გარშემო, თუმცა უცვლელი დარჩა ის ემოცია, რაც უამრავ ადამიანს აკავშირებს ამ კედლებთან. სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება, მუსიკასთან, ფერთან, პოეზიასთან, ზიარების განცდა, პირველი ნაბიჯების სცენაზე, მეცნიერებაში მიღწეული გამარჯვებები და წარმატებები. განახლებული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს. შეუძლებელია აქ არ ახდეს მათი ოცნებები, მათი ნატრა, რადგან ამ ულამაზეს და მართლაც ჯადოსნურ სამყაროს სასახლესა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები ემსახურებიან. მე როგორც თბილისის მერი და 4 შვილის მამა, დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა წვლილი შემეტანა სასახლის ახალი სიცოცხლის მინიჭებაში. პროექტის ფარგლებში სრულად მოხდა სასახლის განახლება. პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია განახლება, რომელიც იყო ამორტიზირებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში და თვითონ სასახლეს უქმნიდა ძალიან დიდ საფრთხეს. გარდა ამისა, რაც შეეხება სასახლის შიგნით ჩატარებულ სამუშაოებს, ყველა ხედავთ, როგორ მოწესრიგებულია ყველაფერი. პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ავეჯს, აღდგა იატაკი, ჩატარდა ჭერის შესაბამისი სამუშაოები. აღარ გავაგრძელებ ახლა ყველა იმ დეტალის ჩამოთვლას, თავადაც ხედავთ, რამდენად მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ტექნიკურ მონაცემების მიღმა უამრავი ადამიანის შრომა დგას, რომლებმაც სიყვარულით, ერთგულებით და პროფესიონალიზმით შეასრულეს საკუთარი საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილე ანდრია ბასილაიას, თბილისის განვითარების ფონდს, თითოეულ თანამშრომელს. მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის მინისტრს თიკა რუხაძეს, რომელიც მაშინ სასახლის ხელმძღვანელი გახლდათ და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს თვითონ სამუშაოების წარმოებაში. მადლობა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას
მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო იმ კომპანიებს, იმ თანამშრომლებს, ვინც აღნიშნულ სამუშაოებს ეწეოდა და მე მახსოვს, როდესაც აქ მოვდიოდი დასათვალიერებლად თუ როგორ მიმდინარეობდა სამუშაოების პროცესი, ადამიანები თითეულ ორნამენტს, თითეულ დეტალს როგორ უფრთხილდებოდნენ და ფუნჯით როგორ აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს. ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩატარებული სამუშაოებისთვის, გაწეული შრომისთვის და რა თქმა უნდა ეს ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, განახლება ერთ-ერთი უნიშნულოვანესი პრიორიტეტი იყო, არის და რა თქმა უნდა მომავალშიც იქნება. მინდა ასევე მივმართო პატარებს, ჩვენს პატარა მეგობრებს, დღეს სასახლეში თქვენი ნაბიჯების ხმა ისმის და მინდა გისურვოთ, რომ ეს ნაბიჯები იყოს ისეთი მტკიცე და წარმატებული, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგონოს თქვენი ხმა. გილოცავთ ყველას, გისურვებთ წარმატებებს, ჩვენ მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ჩვენი დედაქალაქისთვის. ახლა მინდა სიტყვა გადავცე კულტურის მინისტრს ქალბატონ თიკა რუხაძეს, როგორც გითხარით, მისი წვლილი ძალიან დიდია. როდესაც სამუშაოები მიმდინარეობდა, თიკა იყო ზედამხედველიც, მუშაც, ყველაფერს მართლა მისი თანდასწრებით აკეთებდნენ კომპანიები. გთხოვთ ქალბატონ თიკა. ძალიან მძიმეა ჩემთვის ახლა ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია. კახა მიცის პირველ რიგში მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩვენი გუნდის წევრებს, საკრებულოს, პარლამენტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები ჩემ უძვირფასეს სასახლელებს, რომლებიც აქ ბევრნი არიან, ახალგაზრდებს, მერიის ყველა სამსახურის წარმომადგენელს, თბილისის განვითარების ფონდს, კომპანია ინს და მის ქვეკონტრაქტორებს, კახა მიცის და ბატონმა ირაკლი მაციცის, რომ ჩემთვის ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ პირადად მისი დამსახურებაა, რომ ეს სასახლე ესე აბრდღვიალდა და მინდა ცალკე აპლოდისმენტები გულიდან მომავალი მას მიუძღვნა. დღეს ვიხსენებდით მე და პრემიერ-მინისტრი 2016-17 წლებში გვაქვს ფოტო მასალა გადაღებული, სადაც ვდგევართ და სასახლის მომავალზე ვლაპარაკობთ, ის მაშინ პარლამენტს წარმოადგენდა და მე ვიყავი სასახლის ხელმძღვანელი და მადლობა თქვენ ამ დობისთვის და ამ დახმარებისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ამ სასახლეში მართლა ტრადიცია, მართლა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ისტორია ხვდება მომავალს. და ნამდვილად ყველა ახალგაზრდის წარმატება, თუ ბავშვობიდან ისინი აქ მოდიან, იწყება აქ. ეს არის ზუსტად ის იდენტობა, ის საქართველოს სიყვარული, ეს არის ხელშესახები, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რა უნდა გვიყვარდეს, ეს არის, აქ არის. იმიტომ რომ აქ არის ის კოლექტივი, რომელმაც შრომით და სიყვარულით მოიტანა ეს დარბაზები და ეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, რაზეც პრემიერი ლაპარაკობდა, რომ აი აქ ინახება ამ კედლებში. აქ იყო საქართველოს ეს მარტო არქიტექტურული კომპლექსი და ანსამბლი კი არ არის ჩვენთვის ის რაც უნდა გვეძვირფასებოდეს. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სადაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ ადამიანები და ამ კედლებს ეს ახსოვს. ახსოვს კიდე ბევრი რამ და საბედნიეროდ ბოლო 85 წელია უკვე ეს სასახლე ემსახურება ახალგაზრდებს და დღეს ეს არის უნიკალური ადგილი, როგორც მსოფლიოში მინდა იცოდეთ, რომ ძალიან ცოტაა. ესეთი ტიპის ახალგაზრდული ცენტრი, რომელსაც ყავს გამართული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ყავს გამართული კაპელა, რომელსაც ყავს ათობით ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლი, რომლებსაც თქვენ სხვადასხვა კონცერტებზე ხვდებით და ყველაფერი ეს სასახლეში დუხს და ჯგებს, აქ მარტო ისტორია არ ხვდება მომავალს, აქ მეცნიერება ხვდება სპორტს და ხელოვნებას. აქ ეს აურა არსებობს და ამიტოა ძალიან ემოციური სასახლელობა და ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმებით, რომ სხვა ემოციით მე ამას ვერ მოვყვებოდი. ამიტომ დღეს სასახლეს ყავს ძალიან კარგი გუნდი, ძალიან კარგი მხარდაჭერა აქვს მერიისგან, ისეთი როგორც და მთავრობისგან, როგორც არ ქონია
ალბათ ათწლეულების განმავლობაში სასახლეს ყავს ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც მეც კი მეთანაღრება გული, რომ ჩემთან ერთად არ არის, მაგრამ ნინა ყიფიანი ამას შეძლებს, რომ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს ეს ყველაფერი, რაზეც ერთად ვიფიქრეთ, ის 8 წელი ერთად ვაკეთეთ, ასეთი გუნდით ეს არის ჩემი ახდენილი ქართული ოცნება. ამ გუნდთან ერთად და მადლობა ამ გუნდს, კახა, ბატონო ირაკლი, თქვენი სახით და იმ ადამიანების სახით, ვინც გვერდზე გვიდგეხართ, იმიტომ რომ ეს მაძლევს საშუალებას, რომ ვიცოდე, რომ დაუძლებელიც დაძლევადი იქნება. მადლობა, ბოდიში ცოტა ზედმეტი ემოციურობისთვის და წარმატებას უსურვებ ახალგაზრდებს და ამ სასახლეს. მადლობა თიკა. მართლაც მე მახსოვს პირველად, როდესაც მოვედი სასახლის დასათვალიერებლად, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ავარიული შენობა ნაგებობა, გადახსნილი კედლები, გაუბედურებული საკონცერტო დარბაზი, ავარიული, გარე ინფრასტრუქტურაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი მოწესრიგებული არის, ყველაფერი განახლებული, რეაბილიტირებული. ერთადერთი რაც გვაქვს დარჩენილი, ეს არის ეზოს მოწყობა, მოწესრიგება და გვპირდებით, რომ მომავალ წელს ეს პროექტიც განხორციელდება და რა თქმა უნდა ის ისტორიული ეზო მთლიანად განახლებული იქნება, რაც ვფიქრობ სასახლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მინდა სიტყვა გადავცე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელმძღვანელს, ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინა ყიფიანს. მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოებით. ამ სამუშაოების ფარგლებში ნინაც მართლაც 24 საათიან რეჟიმში აქ იმყოფებოდა, თავზე ადგა სამუშაოებს და, რა ვიცი, მე მგონი დღეს ყველა ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ლამაზი და შესანიშნავი პროექტი გამოვიდა. გთხოვთ. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები მთავრობის და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკრებულოს მერიის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან გულშემატკივრობდა ჩვენ სასახლის რეაბილიტაციას. დღეს ჩვენთვის სასახლელებისთვის და არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე. რამოდენიმე წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ ჩვენ ხსნით შენობას, სადაც წარსული, აწყო და მომავალი ერთიანდება, სადაც ძალიან ბევრი თაობა გაიზარდა და ბევრი ადამიანის წარმატების გზა სწორედ ამ სასახლის კედლებში შედგა. ეს სასახლის კედლები ძალიან ბევრ ძვირფას ისტორიას ინახავს და ამიტომ, როდესაც დაიგეგმა სასახლის რეაბილიტაცია, აქ მიზანი არ იყო მხოლოდ დაზიანებული ნაწილების აღდგენა. აქ მიზანი იყო სასახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. და სწორედ ეს მიზანი დღეს ყველა ერთად ხედავთ, რომ მიზანი მიღწეულია და ეს მიზანი ვერც დასახული და ვერც მიღწეული ვერ იქნებოდა, რომ არა ბატონი კახა კალაძის გადაწყვეტილება სასახლის რეაბილიტაციის თაობას და მისი გუნდის უპირობო მხარდაჭერა ამ ურთულეს პროცესში და მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი მხარდაჭერისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობით და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ზედამხედველობით. მე მინდა ამ ორივე გუნდის თანამშრომლებს, რომლებსაც ყურადღება და მონდომება არ მოუκლიათ სამუშაო პროცესისთვის. ისინი ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ჩართული იყვნენ რეაბილიტაციის პროცესში, მინდა მათაც უღრმესი მადლობა გადაუხადო ამ გაწეული შრომისთვის. მოგეხსენებათ ისეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, როგორც ჩვენი სასახლეა, განსაკუთრებული სიფაქიზით მიდგომა სჭირდებოდა და მინდა მადლობა გადაუხადო სამშენებლო კომპანია ინს, რომელმაც დაინახა ზუსტად იგრძნო, როგორ უნდა მიდგომა ამ შენობასთან და ბევრი დავით არაბის ჩვენს და მათ შორის მიუხედავად ზუსტად ისე შეასრულა სამუშაოები, როგორც ამ სასახლეს ეკადრება, ამიტომ მადლობა სამშენებლო კომპანია ინს და რა თქმა უნდა არქიტექტორს ბატონ მერაბ ბოჭოიძეს. ბატონ მერაბს მინდა მადლობა განსაკუთრებით გადაუხადო ჩემი და თიკას გაძლებისთვის რეაბილიტაციის პროცესში.
დიდი შეხლა შემოხლა გქონდა ხოლმე ხანდახან დაუძლეველი ამოცანების გადაჭრასაც კი ვთხოვდით მათ თუმცა ეს ალბათ ჩვენი განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულების ბრალია ამ სასახლის მიმართ და როგორც ყოველთვის და ყველგან ქალაქის მთავრობას მხარში ედგა აქაც ცენტრალური ხელისუფლება ბატონი ირაკლის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ამ ხარდაჭერისთვის. და ბოლოს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თიკაზე. დღეს ნამდვილად ახდა თიკას ოცნება. დიდი ხნის ოცნება. დღეს მას უკვე კულტურის მინისტრის რანგში სასახლე ისეთი სასახლე მასპინძლობს, როგორიც ის ოცნებობდა. როგორც ის სულ საუბრობდა და მე მინდა მას მადლობა გადაუხადო, მიულოცო და ასეთივე წარმატებით მოღვაწეობა უსურვო ქართული კულტურის განვითარების საქმეში. მადლობა. და ბოლოს მადლობა ჩემს სასახლელებს, ჩემს თანამშრომლებს, რომლებმაც ნამდვილად გმირულად იცხოვრეს ეს 5 წელი და არც ერთი დღე მიუხედავად იმისა, რომ პირობები იყო ურთულესი, რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, არც ერთი დღე მათ არ შეუჩერებიათ სასახლის ფუნქციონირება. ეს ნამდვილად მათ ძალიან დასაფასებელია. მადლობა მინდა უთხრა მშობლებს, რომლებმაც მოგვანდეს ბავშვები და მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებით ჩვენს ბავშვებს. ჩვენს ბავშვებს, ვინაიდან ისინი არიან ჩვენი სული და გული. ისინი არიან აზრი, ვისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი. მე მათ მინდა უსურვო, რომ აქ იპოვონ შთაგონება, რომ მათი პროექტები შემდეგ გადაიქმნას ძალიან დიდ საქმედ და ჩვენი ქვეყნის სახელი გაიტანონ, დაიმკვიდრონ სახელი არა მხოლოდ აქ, არამედ გაიტანონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე დარწმუნებული ვარ, ისინი სასახლეში იპოვიან მეორე სახლს, შეიძენენ ახალ მეგობრებს და შეიქმნიან დაუვიწყარ მოგონებებს. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება განახლებულ ეროვნულ სასახლეში. ქალბატონებო და ბატონებო, ეს საუბრის დასაწყისში აღნიშნა კიდევ ერთხელ გავიმეორებ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან კულტურის სფეროს, ხელოვნების, სპორტსმენები, ეროვნული სასახლის თანამშრომლები, წარმომადგენლები და ყველას მინდა განსაკუთრებული სიყვარულით მადლობა გადაგიხადოთ, მადლიერება გამოვხატოთ თქვენს მიმართ, რასაც აკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემი წვლილი შემეტანა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ახლა შეგვიძლია ერთად დავათვალიეროთ უკვე რეაბილიტირებული ულამაზესი ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. მადლობა კიდევ ერთხელ.